სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რასაც ეუთო ოდირის დასკვნაც ადასტურებს. ეუთო ოდირმა შეაფასა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ CSKOM მოახდინა ძალიან მაღალ დონეზე ამ არჩევნების ადმინისტრირება და ასევე ხაზგასმული იყო ამ ანგარიში, რომ ნებისმიერ სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მგთხოვოს, ან მით უმეტეს მოგთხოვოს, რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვიცით, რომ ვართ სიმართლის მხარეს, გვაქვს სწორი გეზი არჩეული, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროსაბჭოში დაარსებობენ ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიხილეთ ქართული დელეგაციის სიტყვით გამოსვლა ამ პლატფორმაზე, ეს იყო კიდევ ერთხელ არგუმენტირებულად დაცვა ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ინტერესებისა და სურვილების. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა იცის, რომ რასაც ისინი ამბობენ, არის აბსოლუტური ტყუილი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, მათი მოთხოვნები რომ არ შესრულდება, ეს ძალიან კარგად იციან და კანონების უკან გაწევაც რო არ მოხდება იმ ორი კანონის, რომელზეც ლაპარაკობენ, ესეც ძალიან კარგად იციან. მათ გადაწყვეტილება აქვს წინასწარ მიღებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური დავალება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების გამო არჩევნებს არ ჩავატარებთ, მანამ სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება. ეს არის 2028 წლის